ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს ღონისძიებას, ვაგრძელებთ ჩვენს ასე ვთქვათ საქმიანობას. მართალია პანდემია გვიტევს და ჩვენი მეგობრების, ჩვენი კოლეგების ნაწილი ვერ ესწრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად შეხედავენ იმ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ხორციელდება და ეს დოკუმენტალური მასალა არაერთ გზის გამოგვადგება მე იმ გზაზე, რომელიც გასავლელი გვაქვს წარმატების მისაღწევად. მე მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ ფაქტისა და იმ ინიციატივისა, რომელზეც იყო ლაპარაკი. ანუ ჩვენივე ქვეყანაში ჩვენი დაბრუნების, მე ასე არ შემეშინდება ამას ვიტყვი ხმამაღლა, იმიტომ რომ რეგიონებში ქართული ქანდაკების დაბრუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონკრეტული რაღაცა სარეაბილიტაციო მცირე სამუშაოს ჩატარება. იმიტომ რომ ის სამუშაო თავის მხრივ აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ დაუგვირგვინებელი, თავდაუდგმელია ყოველთვის, იმიტომ რომ ის სულ განახლებას მოითხოვს, ხოლო ძეგლი, ქანდაკება, მონუმენტური მხატვრული კომპოზიცია არის ის მნიშვნელოვანი გვირგვინი, რომელიც ამკობს და აფიქსირებს განხორციელებულ სამუშაოს. ჩვენთვის დღევანდელ დღეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. მე არ დაგიმალავთ, ეხა აქ უცხო არავინ არა ვართ და რომც ვიყოთ უცხოები აქ დასამალი არაფერი არ არის. ბატონი შალვა ბერძენიშვილის მეგობრობით, მისი გულითადი დახმარებით, მისი ასე ვთქვათ ძალიან დიდი მოწადინებით, რომ ჩვენს ამქარს, ჩვენს საძმოს რაღაცნაირად დაეხმაროს, მან ჩართო თავისი მეგობრები, თავისი კოლეგები, გაგვაცნო ისინი, დაგვაახლოვა ჩვენ მსგავსი სტრუქტურის აშენებას ვფიქრობთ და ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსისტთა ასოციაციის ბატონი დათო ხოსრაშვილის გამოცდილება ასოციაციის მოღვაწეობის კუთხით, როგორ არის აშენებული ეს სტრუქტურა, იმიტომ რომ ბატონი დავითის ასოციაცია ეხმარება რეგიონებში ფინანსური საკითხების კვალიფიციურ მოგვარებას და აწესრიგებს, ასე ვთქვათ, უწევს ტრენინგებს, კონსულტაციებს და აი როგორც აღენიშნა ბატონო ლევან, აი 64-ვე, ხო 64-ია ხო ეს მუნიციპალიტეტები, 64-ვე მუნიციპალიტეტში არის გასაკეთებელი ფინანსური საქმიანობა და ბატონი დათო თავის გუნდთან ერთად, თავისი დიდი განათლებით და გამოცდილებით მთელ აი ამ სისტემებს, ასე ვთქვათ, უწევს კონსულტაციას და პატრონობს რეალურად რა. ჩვენ ანალოგიური საქმის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ დარგში, შეგვიძლია დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს და ეს გარკვეულწილად გავაკეთეთ ახალციხეში ბატონი შალვას დახმარებით, რა თქმა უნდა, დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს იმაში, რომ მათი სურვილი რომ დაიდგას ქანდაკება ამა თუ იმ ადგილას, ამა თუ იმ მათთვის მნიშვნელოვან, ეს შეიძლება რაიონული ცენტრი იყოს, შეიძლება სოფელი იყოს, მაგრამ იყოს მნიშვნელოვანი იქაური მოსახლეობისთვის და რადგანაც მათთვის მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყოს ეს და სწორედ ამის გააზრებაში, ამის ორგანიზებაში ჩვენი ასოციაცია გარკვეულწილად გეგმავს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს. ამისთვის ჩვენ ბატონ დათოს ასოციაციასთან, ჩვენი ასოციაცია ვდებთ მემორანდუმს, ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთდახმარების მემორანდუმს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ, ორგანიზაციას უფრო დაახლოვებს, გარდა ამ პირადი მეგობრული ურთიერთობისა, იქნება ქაღალდზე აღბეჭდილი ჩვენი სრახვები, ჩვენი გეგმები და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ბატონ დავით. ორი სიტყვა გითხარით და მოვაწეროთ ხელი მე ამ დოკუმენტს. გმადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ აი ესეთი კარგი ორგანიზებული შეხვედრა. მე ვფიქრობ, რომ
აუცილებელია ალბათ საქართველოში განვითარდეს პროფესიული ასოციაციები. ეს თუ გადაარჩენს ალბათ საბოლოო ჯამში ყველა მიმართულებით სხვადასხვა დარგს. იმიტომ რომ ყველგან უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო რესურსები ჩართული და მარტო სახელმწიფოზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, თუ გვინდა რომ ჩვენმა ასოციაციამ იცოცხლოს. მე ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენი ასოციაციის შესახებ. ჩვენი ასოციაცია არის თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაცია. შეიქმნა 2007 წელს. სხვადასხვა დაგვეხმარა ამის შექმნაში ამერიკის ხაზინის წარმომადგენელი, რომელმაც იქაური პრაქტიკა გაგვაცნო, რაც ხდებოდა ამერიკაში და საინტერესო ის იყო, რომ იქ აღმოვაჩინეთ თურმე რამხელა როლი აქვს ამ დარგობრივი პროფესიული ასოციაციების განვითარებას. ყველა სფეროში იქ ასოციაციები არის 130 წლის ორგანიზაციებია და მუშაობს ძალიან მაგრად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თქვენი ასოციაცია ASE და ჩვენი ასოციაციები ასე განვითარდება. ჩვენი უკვე 2007-ში შეიქმნა, რამდენი წელი გამოდის? 14-15 წლის ვართ. ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მივახციეთ იმას, რომ უკვე ვჭირდებით მუნიციპალიტეტებს და ადრე თუ მაგალითად ჩვენ დავდიოდით და ვეუბნებოდით ხოლმე გთხოვთ გაწევრიანდეთ, ეხლა თვითონ მოდიან და გთხოვთ გაგვაწევრიანოთ, თუ გვეუბნებით, უკვე დავჭირდით და ეს კარგია. იმიტომ რომ მათი დავინახეთ მათი საჭიროებები და ისე გავაკეთეთ, რომ ის კაი გამოცდილება რაც ამ სოფლიო გამოცდილება და ერთმანეთს გამო უზიარებთ ხოლმე და მართლა საჭირო გახდით. მე გისურვებთ, რომ ზუსტად აი ასევე თქვენი ასოციაციაც და მით უმეტეს ძალიან საინტერესოა და ძალიან მასშტაბურია, მე ასე ვთვლი და სამწუხაროდ ისეთი ყურადღება არ ექცევა. მე ჩემი კუთხიდან ვიტყვი, რომ ძალიან ვეცდები, რომ მაქსიმალურად აი ამ სფეროში, რაც მუნიციპალიტეტები ქვია, ჩვენ ყრილობაზე აუცილებლად მოგიწევთ და მინდა რომ გაგაცნოთ მუნიციპალიტეტები და მათ ჭირდებით და არიციან თქვენი არსებობის შესახებ და კარგი იქნება თუ გავიცნობთ კარგად ერთმანეთს. გმადლობთ. ეხა ესეთი პატარა ცერემონია, ჩემთვისაც ცოტა ის არის, რა უცნაური ესეთი რაღაცა, ტელევიზორში მინახია, რომ ამას აკეთებენ. ვაწერთ ხელს მემორანდუმს, გთხოვთ. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო დავით. მადლობთ, რაღაც ეს ოფიციალური ცერემონია ჩატარდა და ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მიაღწევთ. ერთად, კი ბატონო. დიდი მადლობა. შემდეგი მემორანდუმი, შემდეგი დოკუმენტი არის იურიდიულ აუდიტორულ კომპანიასთან, ბატონი სოსო ჯინჭარაძე წარმოადგენს თავის კომპანიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენ მოქანდაკეებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს იურიდიული კუთხით, როგორც ვილაპარაკეთ საავტორო უფლებებთან, უფლების აღიარებასთან, კონტრაქტების შესრულება, არ შესრულება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენის ცოდნა, იმ გამოცდილების ცოდნა, რაც აქვთ აუდიტორულ კომპანიებს, იმიტომ რომ აი ხა მიმდინარე პროექტები, რომლებიც ახალციხეში ხორციელდება, მოითხოვს აუდიტორულ დადასტურებას. ანუ კი გაკეთდება საქმე, მაგრამ ეს საქმე როგორ გაკეთდა ვიღაცა კომპეტენტურმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ აი ესე უნდა გაკეთებულიყო, აქ შეგეშალათ, აქ სწორია გაკეთებული, მოდი ეს გამოვასწოროთ და ვიყოთ პირნათელნი დამკვეთის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე. ბატონოსე, თუ შეიძლება გითხარით ორიოდე სიტყვა აი ამ აუდიტორული საქმიანობის შესახებ, გთხოვთ. მოგესალმებით. ჩვენი კომპანია უკვე 10 წელიწადია საქართველოს ბაზარზე ოპერირებთ. ძირითადად ჩვენ სფეროს
შემკვეთები არიან სამეწარმეო სუბიექტები, რომელიც ოპერირებენ საქართველოს სხვადასხვა სფეროში, დაწყებული ტურიზმის სფეროდან დამთავრებული კულტურის სფეროს და ჩემთვის სასიამოვნოა დღეს რომ მომიწვიეთ, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამისათვის. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენ ასოციაციასთან იმ საკითხებზე, რომელიც თქვა თქვენთვის ამ აუდიტორულ სფეროში და სამეწარმეო სფეროში თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაციები, როგორც გადასახადების ნაწილში, ასევე შესრულებული სამუშაოების ნაწილში და ბევრი მიმდინარე საკითხები, რომელიცაც მოიცავს ეს სფერო საერთოდ. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, იმიტომ რომ დღეს ყველა სამეწარმეო სუბიექტი, ეს იქნება დიდი თუ პატარა კომპანია, დაინტერესებულია, რომ სწორად მიმართოს თავისი ფინანსები და გადასახადები იქით, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. აი ამ სფეროში ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაყოფიერი მუშაობა მოგვიწევს. დიდი მადლობა. და კიდე ერთი ხელმოწერების რიგი. მეც მე კიდე ერთხელ აღნიშნავ, დიდი მადლობა ბატონოსო. კიდე ერთხელ აღნიშნავ მნიშვნელობას მომხდარი ფაქტისა. ანუ გადასახადების გადახდა და აი ეს მთელი საშინელება, რასაც ჩვენ რაღაც კოშმარულ ამბად მივიჩნევთ, ძალიან ხშირად არის, რომ აი მე იქ რაღაცა DGG მაქვს გადასახდელი, არა მაქვს გადასახდელი, იქ საშემოსავლოა, ჩამომეჭრა, რა ვქნა ფული არ მყოფნის რაღაცა, აი ამ ყველაფრის გააზრებაში, ამ ყველაფრის მოგვარებაში და მშვიდად ყოფნისთვის აუცილებელ თავდაჯერებაში ბატონი სოსოს აუდიტორული კომპანია დაგვეხმარება ჩვენ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ და ისევ იმისთვის, რომ კარგი ქანდაკება გააკეთო და იყო წყნარად იმუშაო შენ საქმეში, იყო ასე ვთქვათ ჩართული და ჩაფლული. დიდი მადლობა ბატონებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა თანადგომისთვის და ისურვებ წარმატებებს. ხვალ. კარგად ზანდებოდეთ, ძალიან გამიხარდა. გამიხარდა. ბატონებო, ეხა შევისვენოთ. მე მგონი გვაქვს უფლება რომ შევისვენოთ, ხო? გთხოვთ, ჩაი, ყავა, თითო ლუკმა და